ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ირანისგან განსხვავებით სამიზნეებს ურტყამს და არა მშვიდობიან მოქალაქეებს. ისრაელის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განაახლეს. იერიში ხორციელდება ირანის ცენტრალურ ნაწილსა და დედაქალაქ თეირანში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ ირანის სარაკეტო მარაგების 1/3 გაანადგურეს. ირანის პარლამენტი ბირთვული იარაღის გაავრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონპროექტს ამზადებს. განცხადება ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა. ზურახაჩიძემ თანამდებობა დატოვა. სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილის პოსტზე ის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა. რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში მოითხოვს, რომ უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი გაანადგუროს. უკრაინამ დღეს კიდევ 1245 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.